დღეს მივდივართ 4 კაცი. Დანარჩენი დელეგაცია შემოგვერთდება ცოტა მოგვიანებით 6-ში და ელენე ცოტა მოგვიანებით 14 დღეში. ზამთრის სპორტი ჩვენთან არ არის ისე განვითარებული, ძალიან რთული იქნება რაიმე მედლებზე საუბარი, მაგრამ მე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ როდესაც სპორტსმენს აქვს ოლიმპიური ლიცენზია, მას აქვს შანსი იმისა, რომ იბრძოლოს წარმატებისთვის. მით უმეტეს ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს გუნდში არის ელენე გედევანიშვილი, რომელიც საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენია, მას იგი ორგზის ევროპის პრიზიორია ფიგურულ სიგუროვობაში და შანსი ნამდვილად არსებობს იმისი, რომ რაიმე წარმატებისთვის იბრძოლოს, მაგრამ ეს მედლებისთვის ბრძოლა იქნება თუ არა, ეს უკვე სოჩში გამოჩნდება. ამ თვის განმავლობაში გვექნება ეს რეისები, კვირაში 2 სიხშირით. ვფიქრობ, თუ დატვირთა იქნება და იქნება სურველები ამ რეისის, ალბათ სათანადო ნებართვას რუსეთის ხელისუფლებისგან ავიღებთ და შევასრულებთ შემდგომშიც ამ რეისებს დიდი სიამოვნებით.